კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. რთველი 2014-ის შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შავარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო ღვინის ქარხანა გრუზინპრომი დაათვალიერა და საწარმოს ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. ეს ქარხანა გლეხებისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს, რომლის გადამუშავებაზეც კერძო კომპანიები უარს იტყვიან. კახეთში წელს 100,000 ტონა ყურძენს ელოდებიან. 1 გრამ საფერავზე სახელმწიფო სუბსიდია 15 თეთრი, ხოლო ქაწითელზე 35 თეთრი იქნება. თბილისში სულ საწყობნაში მოგესალმება დღეს გაიხსნა შტაბი, სადაც უმაღლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი სისტემები და შეგვიძლია პირდაპირ რეჟიმში ხალხური ვადებით თბილის მიმდინარეობას, ასევე მოვინახულოთ ნახეთ სარეზერვო ქარხანა, სადაც მივიდეთ იმ ტიპის ყურძენს, რომელსაც ბაზარში შეიძლება პრობლემა ჰქონდეს. ღვინის კომპანია გრუზინპრომი, ეს არის კომპანია სახელმწიფო, არის მზად მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ყურძენი, რასაც კერძო სექტორი დაიწუნებს. აქ ამ ქარხანაში, რომელიც თქვენ ნახეთ და ასევე 9 არენდირებულ ქარხანაში, ეს ყურძენი ძირითადად წავა კონცენტრატად ან ბრენდის სპირტად. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როგორც გლეხები იქნებიან ძალიან კმაყოფილები და ფერმერები, ასევე ღვინის წარმოებლებიც, იმიტომ რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათი ღვინის რეალიზაციის პროცესი აბსოლუტურად მოქცეულიყო იმ ნორმებში, რომ ყველა იყოს მომგებიანი.